აი ესე გამოიყურებოდა გლდანის დიდი ტბა რამდენიმე წლის წინ. დაჭაობებული და ფაქტობრივად განახევრებული იყო. ანტისანიტარია და სუნი გლდანის ბოლო მიკრორაიონებამდე აღწევდა. ამ ტბის ფსკერი არის წლებია გასხვისებული კერძო მესაკუთრეზე, როგორც სასოფლო-სამეურნეო მიწა. თვითონ წყალი კი ეკუთვნის სახელმწიფოს. გლდანის ტბის ისტორია არის კარგი მაგალითი იმისა, როგორ არის გარემოს დაცვითი საკითხები მორგებული კერძო ბიზნეს ინტერესებს და მეორე მხრივ ეს არის დასტური, როგორ ანადგურებს ურბანული განაშენიანება, თუნდაც გზების მშენებლობა ასეთ ადგილებს. 2023 წელს შეიქმნა ადგილობრივი მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფი. გამართეს რამდენიმე საპროტესტო აქცია, ასევე სახელმწიფო უწყებებს მიმართავდნენ განცხადებებით და სთხოვდნენ, რომ გამოეკულიათ ტბის დაშრობის მიზეზები. სწორედ აი ამ ბიუროკრატიაში და პასუხების ძიებაში, რატო შრებოდა გლდანის ტბა, მოსახლეობამ აღმოაჩინა, რომ თურმე ფსკერი არის გაყიდული უკვე წლებია კერძო ბიზნესმენზე. აი ესეთი ტბების, ანუ ბუნებრივი რესურსების გაყიდვა კანონით არის დაუშვებელი. რანაირად აღმოჩნდა გლდანის ტბის ფსკერი კერძო პირის ხელში. მოკლედ 2007 წლამდე სოფელი გლდანი და მთლიანად ეს გლდანის დასახლება ეკუთვნოდა მცხეთას. იქამდე ზუსტად 1 წლით ადრე მცხეთის გამგეობაში იქმნება სპეციალური კომისია და გამოსცემენ დოკუმენტს. სადაც წერია ეგეთი რაღაც, რომ წლების წინ გლდანის ტბის ფსკერი გაიჯარებულია კერძო მესაკუთრეზე. კომისიის წევრები აი ამ მეიჯარესთან ერთად მიდიან ადგილის დასათვალიერებლად, სადაც ეს მეიჯარე მათ ეუბნება, რომ ადრე იყო ეს სახნავ-სათესი მიწა. მოკლედ იმისთვის, რომ ფსკერი მარტივად გაყიდულიყო, გლდანის გამგეობამ დაადგინა, რომ ეს არის რეალურად ხელოვნურად წარმოშობილი ტბორი, რისი გაყიდვაც კანონით დაშვებულია. აი ეს ქმნის ძალიან დიდ და სერიოზულ პრობლემებს თვითონ იმისთვისაც, რომ სახელმწიფო ჩაერიოს და ჩვენთვისაც, რომ ამ ტბისთვის ვიბრძოლოთ. ჩვენ გვინდა, რომ აქ იყოს სარეკრეაციო სივრცე. ამას როგორ მიაღწევენ, ჩვენთვის არ აქვს არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა. ეს ტბა რჩება სახელმწიფოს მრავალწლიანი ბიუროკრატიის და უკანონობის სიმბოლოდ. ამ ყველაფერში დასაიმედებელი ის არის, რომ გლდანის დიდი ტბა რეალურად იმის სიმბოლოდაც იქცა, რა შეუძლია ადგილობრივი მოსახლეობის ბრძოლას. და ეს მაგალითი მთელი აი ამ უკანონობის ფონზე გვახსენებს იმასაც, რომ რეალურად გარემოს ბედი მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებზე არ არის დამოკიდებული, ხშირად სწორედ მოქალაქეების ხმა და სიჯი ხდება საერთო და საზოგადო სივრცეების გადარჩენის ძალიან მნიშვნელოვანი გზა. და კიდევ ერთხელ გთხოვთ და გაგახსენებთ, რომ გამოიწერეთ ჩემი ჩანელი და მხარი დაგვიჭირეთ დამოუკიდებელ მედიებს.